ეროვნულ ჩემპიონატში მონაწილე საფეხბურთო კლუბები ხელისუფლებისგან დაპირებულ ფინანსურ დახმარებას ელიან. კლუბების ხელმძღვანელებს იმედი აქვთ, რომ უახლოეს დღეებში ამოქმედდება სახელმწიფო პროგრამა, რომლის მიხედვითაც კლუბებმა სოლიდური ფინანსური დახმარება უნდა მიიღონ. გარდამავალ ეტაპზე საუბარია 250.000 ლარზე. დღეს უმაღლესი ლიგის 16-ვე კლუბის წარმომადგენელი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის საკონფერენციო დარბაზში შეიკრიბა, მათ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი რევაზ ზარბელაძე შეხვდა. ყველა კლუბს აქ ყველა კლუბს იმის იმედი გვაქვს, რა თქმა უნდა, და როგორც იქნა აღნიშნული ფედერაციის მხრიდანაც და სპორტის სამინისტროს მხრიდანაც, როგორც გარდამავალი პერიოდი, დავარქვათ ესე, კლუბებს მიეცემათ და იქნება აღმოჩენილი დახმარება. კონკრეტულად 250.000 ლარზე იყო საუბარი. ფეხბურთის ფედერაცია თავისი მხრივ ამ ჩემპიონატის დასრულებამდე მომავალი წლის დასაწყისში, როდესაც მიიღებს თავის კუთვნილ დაფინანსებას სახელმწიფო და იქიდან თავის მხრივ კლუბებს დაეხმარება.